მასწავლებლებს, მოსწავლეებს მოტივაცია აქვს თამაღლებული, გაცდენები მინიმალურამდეა დაყვანილი, იმიტომ რომ მოსწონ სასწავლო გარემოს. უკვე 2 თვეა, რაც ზემო ალვანის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საკლასო ოთახებში ესწრებიან. ზემო ალვანის მეორე საჯარო სკოლა კახეთის რეგიონში ერთ-ერთია იმ 5 საგანმანათლებლო სივრციდან, რომლის სრული რეაბილიტაცია მშენებლობა 2023-24 წლებში მიმდინარეობდა. 2025 წლის ბოლოსთვის კახეთში კიდევ 7 საჯარო სკოლის და 2 პროფესიული სასწავლებლის შენობის მშენებლობა რეაბილიტაცია დასრულდება. ჩვენი სკოლა ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტში ჩაჯდა რეაბილიტაციის პროცესში. სასწავლო პროცესი რეაბილიტაციის პროცესში მიმდინარეობდა უწყვეტად. მადლობა მინდა გადაუხადო ზემო ალვანის პირველი საჯარო სკოლის დირექციას იმისათვის, რომ მიგვიღეს მოსწავლეებს ტრანსპორტირება ჰქონდათ, ემსახურებოდათ ტრანსპორტი. კახეთის რეგიონი ერთადერთი არაა, სადაც სახელმწიფო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო საჯარო სკოლებს აშენებს. განათლების სამინისტროს მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ 10-ობით საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მშენებლობა აქვს დაგეგმილი. საგანმანათლებლო სივრცეებში ეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები. საგანმანათლებლო სივრცეები სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მშენებლობა სრული რეაბილიტაციის თვალსაზრისით ახორციელებს მასშტაბურ პროექტს. ამ პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში და იქნა გათვალისწინებული 12 საჯარო სკოლის და 2 პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა სრული რეაბილიტაცია. ათასობით მოსწავლე წლის ბოლომდე განვითარებულ გარემოში მიიღებს სრულფასოვან განათლებას. სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მოსწავლეებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა მასშტაბური პროექტის მთავარი მიზანია. მიმდინარე სემესტრში მთელი ქვეყნის მასშტაბით 30,000-მდე მოსწავლეს სკოლაში განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდა. ჩვენთვის, როგორც განათლების სამინისტროსთვის, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც განათლების ხარისხის, ასევე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ხარისხიანი განათლების მიწოდებისათვის, უზრუნველყოფისათვის ძალიან მნიშვნელოვანი არის განვითარებული სასკოლო ინფრასტრუქტურის ქონა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოში. ეს ყველაფერი ძალიან მალევე აისახება სასწავლო შედეგებზეც. მასშტაბური პროექტის მიხედვით, მხოლოდ კახეთის რეგიონში საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობისთვის 85 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.